იმის გამო რომ საგიჟეთი ხდება, ხალხი ერთმანეთს აგინებს, ამას და ამას შორის განსხვავებას ვერ ხედავენ და ზოგიერთი ახალი რეგულაციების მუშაობის პრინციპის დღემდე ვერ ხვდება. ეხლა ყველა ცილის წამებლობ, ეხლა ყველაფერი მეც არ მესმის. ავსტრიის გრან-პრის კვალიფიკაციაზე ჯორჯ რასელმა აიღო პოული, რასაც თავიდან ერთი შეხედვით ყველას გაოცება მოყვა. არა იმიტომ რომ ჯორჯმა პოული აიღო, უბრალოდ როგორც აიღო ცოტა უცნაური იყო. ახლა კიდევ ამ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შევეცდები მარტივად აგიხსნათ თუ რატომ მოხდა გუშინ 2008 წლის ბრაზილია, რატო გაუხარდა ფერარის, რატო დარჩა რასელს პოული, პატარა ფიზიკის გაკვეთილიც გავაკეთოთ და ისტორიასაც გადავხედოთ. მაგრამ ჯერ თქვენის ნებართვით და ოკეი, მოკლედ რა მოხდა. მესამე სეგმენტის მეორე ტალღაზე, როდესაც უქმების საუკეთესო დროები იწერება, მოგეხსენებათ, რბოლელები მაქსიმალურად წურავენ თავიანთ ტექნიკას. და ხშირად დანის პირზე სიარულიც უწევთ. შარლის ფანებს არ გეუბნებით არაფერს, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რასაც ნიშნავს ეგ. მოკლედ მესამე straight mode-ის ბოლოს მაქსის დონერ ქებაბ უკანა ფრთა წესიერად არ დაიხურა, უკანა ნაწილმა მანქანა გარეთ გაითრია და ნიდერლანდელი დაიმტვრა. მე მაპატიეთ თუ ცდები, research დამეზარა, მაგრამ 2021-ის ჯედას მერე Q3-ში მაქსი ესე არ ალეწილა მე მგონი. მე ვერ გავიხსენე ყოველ შემთხვევაში. მოგეხსენებათ საკვალიფიკაციო რეჟიმი როგორი ფაქიზო სიტუაციაცაა ფორმულა 1-ში და ინციდენტს უმალ რეაგირება მოყვება ხოლმე. და ამ შემთხვევაში ასე მოხდა. მაქსი დაიმტვრა და უმალ ყვითელი დროშა გამოფინეს იმ მონაკვეთში. ახლა დაუკვირდით სიტუაციას. ყვითელი დროშა და არა ყვითელი დროშები. ფორმულა 1-ის წესების მიხედვით, რომელიც ადეკვატურ ადამიანს საკითხული არ უნდა კონდეს, კაფიოდ ვარდისფერი თეთრზე, არა მართლა, ვიღაც ჭკუად მყოფელი გამოვიდა და გადაწყვიტა რომ ფორმულა 1-ის ეს წესი ვარდისფერი ფერით უნდა დაეწერა თეთრ თაბახის ფურცელზე. კაი. მოკლედ წესებში გვერდ-გვერდ ვკითხულობთ ყვითელი დროშისა და ორმაგი ყვითელი დროშის განმარტებას. სტანდარტული ყვითელი დროშის დროს მრბოლელი ვალდებულია შეამციროს სიჩქარე და ნებისმიერ მომენტში მზად იყოს მიმართულების შეცვლისთვის. შემცირებული სიჩქარე კიდევ იმდენად შესამჩნევი უნდა იყოს, რომ აღიქმებოდეს ფიზიკურადაც და ვიზუალურადაც. ანუ რო შეხედავ მანქანას უნდა ეტყობოდეს რომ ნელდება. უბრალოდ ფიქსირებული რაოდენობა არ გვაქვს რამდენით უნდა დააგდოს სიჩქარე. ჩემი თუ არ ჯიათ აგერაა ამ სიტყვის მინინგი და გადათარგმნეთ. ჯორჯ რასელი ასრულებს მესამე straight mode და ბოლოში ხდება ეს ნიშანი. ყვითელი დროშის. ეს არის ჩვეულებრივი ყვითელი დროშის სიგნალი. ბრიტანელი ამავე სეგმენტში მის წინაწრესთან შედარებით 100 მეტრით უფრო ადრე უშვებს გაზის პედალს ფეხს და სიჩქარე ვარდება 25 კმ/სთ. 240-დან 215-მდე. ალბათ მიმართულების შეცვლისთვისაც მზად იყო ნებისმიერ მომენტში. Lift and Coast-ით გაიარა ის ერთი მოსახვევი, რომლის გამოსასვლელშიც ყვითელი დროშები გაუქმდა. ჩააჭირა და წავიდა. უბრალოდ იმის გამო რომ იმ მოსახვევში უფრო ადრე დაიწყო შენელება, მისმა ბოლიდმა კინეტიკური ენერგიის ხარჯზე ელემენტი დატენა. ეს დატენილი ელემენტი კიდევ ბოლო მოსახვევზე და სტარტ-ფინიშის მონაკვეთზე ჩაცალა ჯორჯმა. შედეგად კიდევ პოული აიღო. რომ შევაჯამო ჯორჯმა იარა პირველი ორი სექტორი, მესამეში უთხრეს ცოტა შენელდიო, ცოტა შენელდა, მერი აჩქარდიო, აჩქარდა და პოულიც აიღო. ანუ რაც უთხრეს, ის გააკეთა. ეს სიტუაცია გულშემატკივრებში ასე გამძაფრებულად არ იქნებოდა, კიმის кейსი რო არ გქონდეს, რომელიც ჯორჯზე წინ მოძრაობდა ტრეკზე. ანტონელი მიდის მეორე სექტორს ამთავრებს და ყურში ესმის პიტერ ბონინგტონის სიტყვები. ყვითელი, ყვითელს პლუს ყვითელი არის ორი ყვითელი. ორმაგი ყვითლის ლექსიკონის განმარტებაში კიდევ ვკითხულობ თითქმის იგივე ტექსტს. უბრალოდ სიტყვა შესამჩნევად ჩანაცვლებულია მნიშვნელოვნადით. ის ხო უბრალოდ რო შეხედავდი უნდა მივხვდარიყავი რომ შენელდა, მაგრამ ამის შემთხვევაში შენელება იმდენად საგრძნობი უნდა იყოს, რომ ამათი ყურადღება მიიქციოს. საგრძნობი სიტყვიერა თორე ამისი სიჩქარეც არ გვაქვს ზუსტად დაცული. კი მიადგა და 239 კმ/სთ-დან, ანუ თითქმის იმდენით, რამდენით ჯორჯ რასელი მიდიოდა, 178-ზე ჩამოვიდა. 61 კმ/სთ-ით დააგდო სიჩქარე და მე აღარც დაასრულა flying lap-ი. სწორედ ამის გამო დარჩა კიმი თავისი წინა დროით P4-ზე. უბრალოდ თუ კიმი რასელზე წინ მიდიოდა, ჯერ კიმისთან რატო იყო უფრო უსაფრთხოების რეჟიმი და მე ჯორჯზე ჩვეულებრივი. რა და მაქსის ბოლიდი 20 წამში უფრო უსაფრთხო გახდა? არა. უბრალოდ ბონოს შეცდომა და კიმის გამოუცდელობა. ეკრანებზე, რომლებიც ტრეკზეა განლაგებული, LED ნათურები აგებინებენ პილოტებს ინფორმაციას. ჩვეულებრივი ყვითელი დროშა გამოიყურება ასე, ხოლო უფრო ხიფათის აღნიშნული ორმაგი ასე. საქმე ისაა, რომ Mercedes-ის 12 ნომრიან მანქანას, საჭესთანაც და პიტიდანაც აერიათ ეს ყველაფერი და ასე გაუფუჭდა სწრე. სხვათა შორის ბონინგტონის მანქანას LED ეკრანებთან პირველად არ აქვს ეგ იაღლიში. 2020-ის მონცაზე ლუისი პიტებში შეიყვარეს მაშინ, როდესაც ბოქსები დაკეტილი იყო. ჩვენთვის, ხალხისთვის, რომელიც წინა რეგლამენტს ვიყავით მიჩვეულები, ერთი შეხედვით შეუძლებელია შენელებულიყო მანქანა და საბოლოოდ უკეთესი დრო დაედო. საქმე ისაა, რომ ჯორჯი ამ წრეზე პირველი ორი სექტორის ჯამში უკვე საკმარისად გაუმჯობესებით მოდიოდა. უბრალოდ ამასთან ერთად ელემენტის დამჯდარი ჰქონდა. სიტუაცია კიდევ ისე დაჯდა, რომ ეს ელემენტი თავის დაუნებურად დაიტენა და იდეალურად გამოიყენა ეს ყველაფერი. ანუ ძალიან თეორიული შანსი არსებობს იმის, რომ ჯორჯს ეს რო არ იქნა, პოული ვერ აიღო.
არ ვიცი, სადღაც ამასაც ხომ უნდა გაუმართლოს. ხოლო ისტორიულად ყვითელი დროშების ინციდენტებს რაც შეეხება, 2021-ის ყატარში უნდა წავიდეთ, სადაც პიერ გასლის მაღალი ქერბების გამო საბურავი გაუსკდა. რამაც სტარტ-ფინიშის მონაკვეთზე ყვითელი დროშები გამოიწვია. საინცმა გაზის პედალს ფეხი აუშვა, 155 მიათასედი წააგო და არ დაჯარიმდა, რადგან რაც უთხრეს ის გააკეთა. ხოლო რაც შეეხება 2019 წლის მექსიკას, აქ საპირისპირო მოხდა. თითქმის იგივე სიტუაციაში, ბოლო მოსახვევში იმპროვა ბოტასი. მაქსი გაზის პედალს ფეხს არანაირად არ უშვებს და იღებს პოულს. ამ ყველაფერს ადასტურებენ და 3 ადგილი დაჯარიმებენ კვირის რბოლაზე. წესია, მაგრამ ეხლა ვისაც კონსპირაციული თეორიებზე მიწოლა გინდათ, გეტყვით რომ პირველ რბოლაში, ავსტრალიაში, კვალიფიკაციაზე პირველ სეგმენტში მაქსი რო დაიმტვრა, წითელი დროშები გამოფილეს 11 წამში. ხოლო ავსტრიაში ორმაგი წითლები დააგდეს მას შემდეგ, რაც მერსედესებმა გაიარეს. უბრალოდ პატარამ ვერ შეირგო. ჯორჯ რასელი სპორტში 2019 წლიდანაა. გვინდა არ გვინდა, გვიყვარს თუ არ გვიყვარს, 7 წელი საკმარისი დროა გამოცდილების დასაგროვებლად. უბრალოდ იცოდეთ რომ წესები არ დარღვეულა და ყველაფერი კანონიერად მოხდა.